ლიბიაში კი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ლიბიის ჯარის ელიტური დაჯგუფებები და აფრიკელი დაქირავებული ჯარისკაცები ტრიპოლის კვარტლებში სპეცოპერაციას ატარებენ. საცხოვრებელ დასახლებებს ისინი ცეცხლს ტყვიან ფრქვევებიდან უხსნიან და ჰაერიდან ბომბავენ. ლიბიის ხელისუფლების ლიდერ მუამარ კადაფიმ გასცა ბრძანება ჩამოახშჩონ მფრინავები, რომლებიც ბრძანებას არ დაემორჩილებიან. ამის შესახებ ალ-ჯაზირას შეერაღებული ძალების პოლკოვნიკმა აცნობა, რომელიც მანიფესტანტების მხარეს გადავიდა. ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურულია, როგორც როიტერი გადმოსცემს. ბენგაზის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი დაზიანებულია. ალ-არაბიას ცნობით კი საავიაციო ძალები ცდილობენ შეაჩერონ ტრიპოლისკენ მიმავალი მანიფესტანტების ჯგუფი. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით უკვე დაღუპულია 500 ადამიანი, 4000-ზე მეტი კი დაჭრილია. საერთაშორისო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მანიფესტანტების მხარეს უამრავი სამხედრო შენაერთი გადადის. აჯანყებულები ქალაქებს ტოკრუს და სირცს აკონტროლებენ. ამასთან ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის ფაქტებს უარყოფს. მუამარ კადაფი ერთი კვირად უნდა დუმილი დღეს 22 წამიანი სატელევიზიო გამოსვლით დაარღვია და თქვა, რომ არსად არ გაქცეულა. რამდენიმე დღით ადრე კი კადაფის შვილმა ღიად განაცხადა, რომ თუ ანტისახელისუფლებო აქციები არ შეწყდება, ლიბიას ბევრი ლიბიელის დატირება მოუწევს. გუშინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავებს იყენებს. მსგავსი ქმედებების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველივე ეს ჩვენთვის მიუღებელია.